მოგესალმებით მეგობრებო, ყავა დავდია, ზეფირი მივაყოლე, ასევე მიწის თხილი და ბანანი ოღონდის წინა ყავას მივაყოლე ამ თებშით. მოკლედ დილამ შვიდობის, ესე იგი ჩვენთან არ იყო წყალი, ხო გახსოვთ რამდენი ხანი არ იყო ხომ წყალი, დღეს შუქი ჩაქრა. ისე შემეშინდა მახსოვდა რომ გადასახდელი მქონდა და მეთქი გადაუხდელობის გამო ხო არ გაგვიჩიშეს თქო რა და შევქანდი და არა ბოლოვადა იყო გადახდის ხვალ. ანუ მაგის გამო არ გაგვიჩიშეს. მე ვნახე რომ მეზობლებთანაც არ არის და დაუმშვიდდი. ანუ დაუმშვიდდი იმ პონჩი რომ ჩვენთან არაა გათიშული, იმიტომ რომ ჩვენთან რო გათიშეს ადრე გადაუხდელობის გამო ცრივსღად ჩართეს ის კორპუსი ხო ძველია. მთელი კორპუსი სამჯერ გამოერთო შუქი, ზამიკანი მოხდა, მთელი ამბები იყო. ამიტომ განვიცადა. ხოდა ესეთი ამბები. ეხლა მინდა რომ ჩაინიკი არ მუშაობს, გაზი არ ირთვება, ანუ ის ერთი ცალი ასანთი იპოვე და ქვაბში მოვიხარშე ყავა. იმიტომ რომ ანუ წყალი ავადუღე. უნალექოსთვის. ხო, და ეხლა მინდა რომ მაკარონი მოვიხარშოთ მე და ჩემთვის და ევასთვის. აი ჩემია. ხატო მიყვარს, მითხარი, ნახე როგორია, შუეშია. შუდედასთან არის, შუ. კატდილაობით მოდის მეხუტება, მე ალერსებ, მაგრამ ეს შუდედასთან არის. ხო, ინტერნეტის არ არის შესაბამისად, გაზიარებული მაქვს ჩემი ერთ ტელეფონით ამაში, ებასთან და ის ტელეფონი ახლა დაჯდება და მოკლედ. შუქს ველოდებით. ახლა არის. ოცი 16 წუთია ორის, მაგრამ ეს საათი ხო წინ არის. 1-10 წუთით. ნუ პირველი საათი.
საყვარელი რაღაცა. ანუ ის იყო ისეთი ფერი. შემთხვევითი რა. ვარდისფერი მინდოდა, კიდე რაღაც ფერი იყო, მაგრამ ყვითელი ამომივიდა. It's okay. დაიკავა უკვე ადგილი. გუდი. ესენი მინდა ახლოდან გაჩვენოთ. რა საყვარლებია. ასე შეხედე, რა შემილია. პირველი მინდა რომ აი ეს გამოვიყენო. ეს ისინი შევინახოთ. აქაც ორგანიზერი მინდა. აქაურობისთვის. Voilà, მე მიყვარს ის ფერი. მიდი. არა, ის ფერი მინდა ის ფერი. არა, ესე არა. ჩემს კი მქონდა მოშვერილი. ოს ნუ გავათრიო აქ. ეს. ის ფერი მთები. ნო. ხო. რა გარი ის უკეთდა? Ναι, ეს არის შეხსენებები აი რაღაცების. რამდენი გამოგიწევი? ცოტაა ძალიან. მე მეგონა იქ მარტო ერთი და იმითი დათვი. წიწილა. გოჭი. დათუნია, ბაყაყი, კატა და დათვია. მე მეგონა მარტო ესეთებია. ეს პრობლემა. კატას როგორ ეს უკიდო? კატა ნახე როგორ ის იმასავით, დეკორაციასავით. ეს ნახე ხალხის საყვარელობა, როგორ მომწონს. ნახეთ როგორ მიწევს. ნახეთ. და რომ გესაუბროთ ჩემო ძვირფასებო, ჩემს იმედგაცრუებაზე და თქვენ ხართ ის community, ის ადამიანები, რომელსაც ჩემი გესმით და ჩემს გულთან ახლოს ხართ და მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თქვენ აუცილებლად გამიგებთ. მოდი კარგად დავჯდეთ მე და შემოიცა, მოდი ეს დამიჩიკი, ეს. წახვედი? მოკლედ რაც დრო გადის უფრო და უფრო მიცრუდება ადამიანებში, ანუ მასაში იმედი და ანუ ძალიან მტკივნეულად აღვიქვავ ამას. ეხლა რატო? ანუ გეგონება ადამიანებს უნდათ რომ თვალები დაიბრმაონ, თავი დაიყრუონ. ანუ ნახე რას ვამბობ, როცა ადამიანი გულწრფელად რაღაცას ეუბნება, ყველა მხარეს აჩვენებს და ეუბნება, რომ აი ეს შენ გავნებს, ეს სარგებელს მოგიტანს. ოღონდ სარგებელი რომ მოგიტანოს, შენ უნდა გააკეთო ეს და ეს პროდუქტი, რომელსაც მე ვყიდი თუ მომსახურება თუ რა, შენ დაგეხმარება. ანუ კი არ მოახდენს ჯადოსნობას, არამედ დაგეხმარება. ანუ გულისხმობ ახლა მაგალითად რედიენს, რომელიც გოტიმ შემოიტანა, რომელიც არის წონაში კლების, არის ძალიან კარგი პრეპარატი, არის საკვები დანამატი, მწვანე ჩაი, კოფეინი, თეთრი ლობიოს ექსტრაქტი და შავი ლობიოს ექსტრაქტი პიპერინი.
ანუ აი ესენი აქვს შემადგენლობაში. სხვა დამატებული არაფერი არ აქვს. არც ჰორმონებზე არ მოქმედებს, შესაბამისად არ არის ისეთი ძლიერი მაგალითად, როგორც მუნჯარო და ოზემპიკი, ფასიც არა აქვს ეგეთი, მაგრამ არის საკვები დანამატი, სრულიად უსაფრთხო და ადამიანს ეხმარება. ეხმარება, იმიტომ რომ აქვეითებს მატას, ხო? და როცა აი კოტი ადამიანებს ამას ეუბნება და ვიდეოში იწერს, რომ შენ კვებით ხელი უნდა შეუწყო, მოძრაობით ხელი უნდა შეუწყო, ისევ საწოლში ამოათრია ეს. და დაუყარეთ რა ის კატას, თორე მე შემჭამს ის მალე. და ეს დაგეხმარება. იმიტომ რომ მართლა იმადას აქვეითებს ტკბილის სურვილს უკარგავს ადამიანს, ნივთიერებათა ცვლას უწესრიგებს, აუმჯობესებს, ცხიმის დაშლას უწყობს ხას, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ თვითონ, ხო? ჯერ არ არსებობს ესეთი აბი, რომ აი გადაყლაპე, პროსტა გადაყლაპე და რამდენიც გინდა მე ჭამე და თან დაიგელი. ანუ ის ენერგია, რომელსაც ჩვენ საჭმელისგან ვიღებთ, არსად არ მიდის. ანუ იგივე აი მაგალითად ვინც იღებს ოზემპიქს, ვინც იღებს მუნჯაროს, არიან ეგეთი ადამიანები და არიან ეგეთი ადამიანები, რომლებიც ვერ ikლებენ. ან დაიკლეს და უკან მოიმატეს. ასევე ბარიატრიკები, ვინც დაიკლო და იმ დროში, როცა იკლებდა, ახალი ჩვევები არ ისწავლა იმ 2 წელიწადში, როცა ძალიან დიდი ფორა ჰქონდა და დახმარება, ნელ-ნელა ისევ იმატებენ წონაში. იმდენივეს ვეღარ ფიზიკურად, მაგრამ რამდენის მომატებაც შეუძლიათ იმატებენ. იმიტომ რომ უნდა გადაეწყო და ისწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ აი ვგიჟდები იმაზე, რამდენად არ უნდათ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ ადამიანს უნდა რომ გამხდარი იყოს და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ ჯამრთელი იყოს. არა და თუ ჯამრთელი არის, ვიქნებით, ხო? სიგამხდრე გვერდზე რა სიგამხდრე? ანუ შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყოთ, ხო? ანუ რა სიგამხდრე და ეს ხალხი, რომელსაც შესანიშნავ პრეპარატს ადამიანის თავაზობს და თან არ ატყუებს, რომ ჩაყლაპავ და ჰოპ დაიკლებ, კი არ ეუბნება. ანუ ეუბნება, რომ ხელიც უნდა შეუწყო, ხო? არ ატყუებს, გულწრფელად მართლა ეუბნება. უამრავი ვიდეო უდევს ისედაც როგორ უნდა დაიკლოს ადამიანმა, სანამ საერთოდ ეს პრეპარატი იქნებოდა იქამდეც უამრავი ვიდეო აქვს, როგორ უნდა დაიკლოს ადამიანმა და ეხლა შემოდიეთ, ეს თუ ესენი გავაკეთე, მაშინ წამალი რაღაც მინდა და აყენებენ შეურაცხყოფას ადამიანს პრეპარატს, კვებას, 10,000 ნაბიჯიცი რამდენია. ანუ რეალურად 10,000 ნაბიჯი ჩვენი ჯანმრთელობა, ხალხო. ახლა შენ თუ არ გინდა ვერავინ მაგას ვერ დაგაძალებს. და ამ დროს არიან არაკეთილსინდისიერი ხალხი საქართველოს ბაზარზე იყიდება პრეპარატები, რომლებმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა კიდეც წონაში კლების. ისინი იცით პირდაპირ უწერი აი მაგაზე, რომელსაც მე ვსაუბრობ, თქვენც გეცოდინებათ ალბათ ზოგს, რომელზე ვსაუბრობ, უწერია, რომ არაფერი არ გინდა, არც დიეტა, დალიე და ატყუებენ ადამიანებს. და ამ ადამიანებს, რომლებსაც ატყუებენ, უნდათ რომ მოატყუონ. ანუ ვინც აი აქ ილანძღება, ვინც სიმართლეზე ილანძღება, იმაც გულისხმობ, არა ყველას, რა თქმა უნდა. ანუ ამ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ ვიღაცა მოატყუოს, ფული გადაიხადონ და მოტყუებული დარჩენ, ვიდრე კარგი პრეპარატის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საერთოდ პრეპარატის გაშეც გამოიყენო და დაიკლო. ანუ ყველა არა ისევ და ისევ ამბობ, ძალიან ბევრია გაცნობიერებული და ნორმალური ადამიანი, ვისაც ესმის ყველაფერი, მაგრამ აი ეს კატეგორია, ხო? და ანუ ამას ესე წერენ და მე ანუ აი არ ვიცი, პროსტა ისე მეკარგება ხოლმე რაღაცნაირად წარმოდგენა ამ ადამიანებზე, ისე რომ ვერ წარმოიდგენთ, რომ და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ აი იმიტომ არსებობენ ეს არაკეთილსინდისიერი კომპანიები და არაკეთილსინდისიერი თუნდაც პრეპარატები ბაზარზე, რომ არიან ადამიანები, ვისაც უნდათ რომ მოტყუდნენ. ანუ არის ადამიანებს არაფრის გაკეთება არ უნდა. ერთადერთი რისთვისაც უნდა არის თანხა გადაიხადოს, რაღაცა გადაყლაპოს. всё. მორჩა. აი თუნდაც ახლა მე მარათონზე, ხო? რამდენი ინტერესდება, რომ ხედავ, რომ ყველაფერს ვჭამ, უნდათ. ანუ ჩემ TikTok-ზე ეგეთი შთაბეჭდილება ექნება ადამიანს, რომ აი აბსოლუტურად ყველაფერს ვჭამ, ბევრს ვჭამ და ესე მე არ ვჭამ ბევრს. მე რომ ბევრს ვჭამდი, ვიყავი 70 კილო. ანუ
ბევრს არ ვჭამ, ძალიანაც ცოტას ვჭამ. მაგრამ მე რომ შაურმას დავდებ და ვჭამ და ვაჩვენებ ამ ადამიანებს, რომელსაც არ უნდა გაიაზროს. გონია რომ მე დღეში 3 ჯერ შაურმას ვჭამ. იმის გაგონებაც არ უნდათ, ანუ ვაიმე მე ნეტა მე შემეძლოს ეგრე ჭამა, აბა მე რა მას უქებს და რო ეტყვი რომ მე ეს ნახევარი შაურმა ვჭამ და მე მთელი დღე აღარ მშიოდა და აღარ მიჭამია, ანუ მაგ ვიდეოს არ უყურებენ, არ უნდათ მაგის გაგონება. ანუ უნდა შეჯეროდეთ რომ დღეში 3 შაურმას ჭამ და ისე ხარ გამხდარი და თვითონ ვერ არიან ეგრე. და რომ მოვა შენთან და მარათონი უნდა და აუხსნი რომ ყვებით ხელი უნდა შეუწყოს, ყოველდღიური შრომა არის ეს, რომ შენ ასწავლი წონშიკლების ფსიქოლოგიას, ასწავლი როგორ დაითვალოს კალორიები, აი როგორ უნდა მიყვეს ყოველ დღე, რომ ეს არის რუტინა, ეს არის დამღლელი, რომ მოძრაობაც საჭირო ამ ყველაფერს აუხსნი. წავა იმასთან, ვინც ეუბნება, რომ 15 კილო უნდა დაგაკლებინო 2 კვირაში, დასვავს 500 კალორიაზე და მე ვერ გაძლებს 4 დღეში გამოიქცევა და იტყვის, რომ კიო ის დამაკლებინე და მე ვარ სუსტიო, მე ვერ გაუძელიო. ანუ სიამოვნებაში ისეთი სისტემა ვერავინ რო ვერ გაუძლებ და მავნებლური და ანუ ის უნდა, იმიტომ რომ იქ ნაკლები ძალის ხმევა უნდა. ნახე რა უნდა რომ 2 კვირაში დაიკლოს და მე ისე ჭამოს როგორც იქამდე ჭამა და მე აქ რო ვეუბნები რომ მთელი ცხოვრება ამაზე უნდა იმუშაო, მერეც რო დაიკლება, მასაც შენ არ თავისიც ეგეც არ ნარჩუნდება. ეს არ უნდათ. ანუ ადამიანთა უმეტესობას არ უნდა შედეგის დასადების შრომა და შესანარჩუნებელი შრომა მთელი ცხოვრება. და აი ამაზე ხელს ითბობენ ადამიანების ის პროცენტი, ვისაც აქვს ბევრი წარმატებული დიდი ბიზნესი, არაკეთილსინდისიერი, ამაზე ითბობენ ხელს. ანუ ისე მიცრუდება იმედი, ისე აი ერთ მხარეზეც, ანუ იმათზეც ვისაც უნდა რომ მოატყუონ, იმათზეც ვინც ამაზე ფულს შოულობს და ჩემ თავზეც რომ მე ესეთი დებილი ვარ. აი აღმერთო. და ისინი კიდევ ვისაც ესმით და აკეთებენ, მათ აქვს შედეგი. არიან ჯანმრთელები, არიან ფორმაში და შეიძლება ჯანმრთელებიც არ არიან და ფორმაშიც არ არიან, მაგრამ ესმით მაინც. აი ეგეც უკვე მაგარი რაღაცა. შეიძლება ვერ აკეთებდე, მაგრამ გესმოდეს. და რო თავს იბრმავებ და სისულელეების კიდე გჯეროდეს, იმიტომ რომ თავი არ შეიწუხო. აი რაღაცა დანაშაულია რა. აი მარტო შენი თავის წინაშე კი არ არის დანაშაული, შენი შვილების წინაშეც დანაშაულია, ვინც ამას უყურებს. ხო, მე ის ცხო ეგრე იცავს. იმისი მაგალითი ხო შენ ხარ. და რო ტყუვდები და ვიღაცა გატყუებს, ამაშიც ხო შენ უწყობ ხელს, შენი გაუგებრობით და შეუქნებლობით არა. თქვენ კი არ გეუბნებით ასეთ კატეგორიის ხალხს ვიძახი. ასე. აი ეს მოწუხებდა. კატა აქ მიზის, ძაღლი იქ მიზის. ვიყიდეთ. დორიტოსი. აუ, გიჟდები. ეს მოგვესა. არა. კარგია. ეს კარგია. ეს პური მიყვარს ძალიან. ზე აღარ გქონდა, დილას მინდოდა ყავაში ჩამესხა და აღარ იყო. ეხლა ხაჭობი მიდამ. უცხიმო. ისა ძალიან ძვირი ახალი ხო და ეს 8 ლარი ღირს კილო. 9 კილო 4-5 ლარი ღირს და იქ არა ქვია. ისა 200 გრამი კიდე 4.30 ღირს ქარხნული, ამიტომ ესეც ვყიდულობ, როცა არის უცხიმო. ეს პამიდორი ევას უყვარს და ყოველ დღე ჭამს 2-2 და კიტრი. კიტრი მინდოდა. ცოტა ბევრი ვიყიდე. კაი კიტრია, სულ ისინი აქვს ზედაპირ. თანასწორად დაიაფთება და